მამა რო ყვავილებს გჩუქნის. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება, მე არ ვიცი. გიჟდები, მე მათი სიყვარული მიყვარს ძალიან. კარგი სუნი აქვს დე. წავედით. მოდი. აქ კი შემოვედით, რომ ცოტა დაგვესვენა სული მოგვეთქვა. ხო და შევკვეთეთ შაურმები. პომადა ნათიასი როგორც ყოველთვის ჩემი შვილის სახეზე მოუშორებლად მაგას რო ხედავთ ეს იმაში ნიშნავს რომ ყველგან პომადები უნდა გქონდეს ჩემ შვილს. აქ გონება რომ ფრინებავს. ეს ხალბატონი მეტი ჩარა ჩამობრძანებულია ხალხო თავის ვლოგებში არაფრის დამდები ეს არა ყულად გავუკეთე YouTube-ი. შევდე წაგიშალო საერთოდ YouTube-ზე შევიდე და წაგიშალო. არ წაგი, როდის დაიწყებ რამის დადებას? მერტო მაღალ. წამოგაწვენ დედინუ და ჰაი ხალხო. როგორ ახართ გოგოებო? რითი უნდა გავგრილდე თუ არა იმით რაც მიყვარს თუ გრილი მსიამოვნებს, ნუ როგორც არის, მოდი ვთქვათ მიყვარს, ეგრევე შევნია, იმიტომ რომ იმდენად ხშირად მივირთმევ, რომ აი არ მიყვარს, თქო თავს გამიხეთქავს ვინმე, იმიტომ რომ მართლა სულ ამას ვახრამონებ და ხო, ნუ გამოდის, რომ მიყვარს, მაგრამ ცივირვა უფრო ეგ მსიამოვნებს. მოკლედ მე რა მიჭმუჭმული ვარ ღმერთო. ღამე ძალიან ისეთი დატვირთული იყო. ორი დასაწყისი იყო, ღამე დატვირთული იყო. იმით რომ ვერავინ ვერ დავიძინეთ მგონი სანათესაოში, მარტო მე კი არა. დღეს ჩვენმა უახლოესმა ადამიანმა გაიკეთა ოპერაცია და არ არის მარტივი ამბავი, მოკლედ რო აგიხსნათ. და ყველა ვიყავით დაზაფხულები, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. მე გავიქეცით დილით, მე ჩემი მეუღლე ბავშვი ავერსში. ღვთისწყალობით ყველაფერმა ნორმალური ჩაიარა. ვნახოთ ველოდებით მის გაღვიძებას და მე როგორ რეაბილიტაციებს. მაგრამ ღვთისწყალობით ყველაფერი იქნება კარგად. ალბათ ხრაშუნობს ხო ბოდიში ხალხო რა. მაგრამ ეხლა მაქვს დრო რომ თაგეჭორაოთ, იმიტომ რომ მე საქმე მაქვს და ვეღარ გადავიღებ. ხო და მოკლედ ავერში ვართ დილიდან გამაგრებულები სანათესაო ალბათ. რა ვიცი, 30 ადამიანზე მეტი მინიმუმ. რაღაც ეგრე. იქ იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებს უყვარხარ. კიდევ ძალიან ბევრი ვართ, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩემი ნათი იყო ეგ ხო. ყველგან არის ჩამოსვლა. საერთაშორისოა. მე ვთხარი მე რო წამოვედით იქიდან ძალიან მოგშვიდა და რაღაცა ცოტა გადატვირთვა გვინდოდა რა. ხო და აქვე ნაძალად ავზევა მითხალები მხანება დავსხედით. საშაურმე რო ვაქე მანდ მეტროსთან გამოდიხარ თუ არა იქვე. კლავ შაურმა.
შევუკვეთეთ, რაღაცა შეკვეთა ვერ გაიგო, აერია ვეღარ ჩავასწორებ, ანუ უკეთ საბოლოო ჯამში ის მოგვივიდა, რაც გვინდოდა, ნაწილობრივ რა. მაგაც ცოტა გავყურაზდი, მეთქი იქ ვიყავი უკან, ხე კაცო რა ვერ გაიგო, რას ვერ ჩაასწორებ და მეთქი იქ ვიდექით, ხო? და პროგრამაში რას ვერ ჩააზნო, მოკლედ. ალბათ ჩინურად ვსაუბრობ და ხალხს არ ისმის ხოლმე ჩემი შეკვეთა. ისედაც ვერ ვიყავით დიდად ხასიათზე. ხონდა ძალიან გაგვიცრუდა იმედი, იმიტომ რომ მანდ იმიტომ შევედით, რომ გვეგონა რაღაც რამდენიმე კვირის უკან მანდ მივირთვით მე და ჩემო ქმარმა და აი ძალიან მოგვეწონა, იმიტომ რომ გადატენილი იყო ხორცით და იყო უგებრიელესი. დღეს მარიამს გეცივთ ხახვის გემოს ეხლაც გრძნობ. ენ რაოდენობის ხახვი იყო, აი ეხლა რომ ახსენდება დედას გეცივთ სუდა თუ არ. ოდესმე თუ მან შევედი და მოხვდი, უნდა ვთხოვო, რომ ხახვი გავუკეთო მინიმალური, იმიტომ რომ აი ვიცი ვარ გენანებად ხალხო, მაგრამ ჭარბად ხახვი დავის გული ამერია. ძალიან ბევრი ხახვი ქონდა. ხორცი ცოტა, იმიტომ ძალიან ბევრი ცარიელი ადგილი იყო მოკეთ ამ ლავაში და ცოტა უკმაყოფილება ვიყავით, იმიტომ რომ შეიძლება მე არ მომეწონა თქო ვიფიქრე, მაგრამ არც ერთს არ მოეწონა, იმდენ და არაფრის გემო დიდად არ ქონდაო. იმიტომ რომ ხორცი არ იყო იმდენი რაოდენობა იყო უაზროდ ბევრი ხახვი მწვანილები და რაღაცნაირად დიდად არ მოგვეწონა. ჩვენი ნათი წავიდა მერე ახალციხეში და ჩვენ სახლში წამოვედით. ამოვედით თუ არა დავლიეტყავ და დავეყარე და დავიცინეთ. მე გამახსენდა რომ უკვე ორი დღეს არიცხე ფრიალებს და ამოვედი უნდა ჩამოხსნა. მარიკოს გიძინავს. გოგოება ამერიკულ ჰოსპიტალში ესე მეტკვლევა 3 ღირს 3-დი ალბათ 3 მოკლედ ღირს 800 ლარი. ავერში მგონი ცოტა ნაკლებია. 700 თუ 600. რაღაც არ მახსოვს ზუსტად. ანუ ნაკლებია, ზუსტად არც მე არ ვიცი. ხო და ხომ არ იცით. ზუსტად ვიცი რომ ყველგან ძალიან ძვირია ეს კვლევა, მაგრამ შემთხვევით ხომ არ იცით სადმე, სადაც შედარებით დაბალი ფასია. რაც საეჭვოა, მაგრამ 800-ზე ნაკლები მაგალითად და 700-ზე ნაკლები. ვერანაირ გამგეობას და ვერაფერს ვეღარ დავალოდები. სასწრაფოდ უნდა გავიკეთო ეგ, რომ არ ვინერვიულო იმაზე, რომ ვაიმე რამე ხომ არ და დედა ხო არ დავიღუპეთ. ამ შეგრძნებამ დამშალა სიმართლე გითხრათ, ღამეები აღარ მძინავს ნერვიულობით. აღარაფერი მიხარია, ვეღარაფერს განვეცდი, ძალიან ნერვიულობ. არავის უბრალი არ არის ჩემ გარდა, მაგრამ ისე გეუბნები. ბიძა ჩემო მითხრალა, დიდი ალბათობით ან ნერვია მოყოლილი ან ძარღვი. მაგრამ რა თქმა უნდა ვარაუდებია. კაცმა არ იცის რა არის იქ, რასაც უნდა გადამოწმება. თუ რაღაცაა თუნდაც ნერვი მოყოლილი რა არის ბიჭო, მაგას მკურნალობა უნდა ხალხო. ასე რომ ხო და მე დაწნებული ვიყავი რომ აფინანსებდნენ. თურმე არაფერი არ მოქმედებს ქვეყანაზე. ასე რომ აზრი არ არის, გამგეობას ველოდო და ერთჯერადი ჩარეცხვით შეიძლება დაუშვან და ჩაგერიცხონ, მაგრამ არ ვიცი. უკეთ ვერაფერს ვეღარ დავალოდები რა. რაღაცა ცივი მეგონა უფრო, რატო არ არის ვერ გავიგე.
კაცრიდან გამოვიდა. რაღაცა ყავა მოიტანა ჩემგან. მე ტოჟი ყავის არჩევა არის. აი დავაბქვევინო, მე რა ვიცი. აი ბერძნული ყავა რო ხა მე ბერძნული ყავა არ მიყვარს. გოგოებოდა, ამიტომ ვერანაირი ყავის ვიტან, მე წააგავს გემოთი, ხო ხვდებით? ახლა ჩერი თუ რაღაცა რო არის, ეგეც ისე გავს გემოთი, რომ ვერაფრით ვერ ავსვავ. თორე კი მაგ სახლში ვიფიქრებ მოვძებნო იქნებას ვიპოვო, სადმე ჩემი ყავა და ვერცად ვერ ვიპოვოთ. აი ყავასაც იყიდო და კეტილია როდის ჩამოვა ის კაცმა არის. მოკლედ დღეს მე საათი რომელი. რისკენ ნანა გაღუზება დაიწყება ჩემი გოგოსი. ხოდა ვნახოთ როგორ გამოვა ყველაფრიდან, რანაირად გამოვა, რას იზავს, როგორ მიიღებს ორგანიზმი ამ ცვლილებას და ასე შემდეგ. საერთოდ რაც გვემართება ჩემ თავზე ვამბობ, რაც მე მიმართება ჩემი ბრალი. აი არტყი და გეხვეწებია რომ წამოდი ექიმთან წამოდი. მე სხვაზე ვამბობ, მე რა ჯიუტია ექიმთან არ მიყვება ეს ვიზე ვლაპარაკობ, ხმა თუ მქონდეს ამოსაღები დედას გეფიცებით. მე ვიზე მაქვს ალაპარაკო რამე ჯიუტი ვარ, აი თხაბარ ჩვეულებრივი, რქიანი. ადრეც რომ მივსულიყავი, თავისავად მოითხოვნა გადაღებას ხარ ამ მტკიოდო და რა დამემართა ხო თავში ხონა გაეგოთ. მაგრამ მაშინვე რომ მივსულიყავ, მე ხა ასეთი გართულებული ხარ მექნებოდა ტკივილები და ამდენ ტკივილს ხო რა ვიტანდი. ჩემი თავის მტერი ვარ. კი ბატონო. მე მიყვარს ცოტა ნეიტრალური გემო საზამთროს, აი გადატკბილებული როა და მურაბა როა არ მიყვარს, ანუ ეგეთი მძაფრი არ მიყვარს. მაგრამ დღევანდელ დღეს მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომელიც დიდი ხანი არ მინახავს, ზოგი ახალი ნანახი მყავს. შევიკრიბესავით, შევიკრიბეთ უკაცრავად. შეგუკრიბეს, ასე რომ ვთქვათ. იმდენი ხალხი ხალხო ამავერში. იმდენი ხალხია. ამოვედით სამედიცინოზე. მეთქი, აი უეჭველი ვიცი კობად ქოვეუბნები, რომ ანუ არის სამედიცინო მეტროს. ახლოს. მოდი ვიკითხოთ მე ვთხარ. გამოიერა რაღაც ქალბატონი. უკაცრავად კობავნება, ავერსის კლინიკას ხო არ მიგვასწავლეთ, უგითხრეს რომ აქვეაო, ვიცი თუ რა აქვს. ვინ გითხრათობაც. ყოველდღე მადარ დავდივარო, დელისზე უნდა მოხვიდეთო და დელისთან არისო, თან აგვიხსნა სად არის. დელის და რამდენ ნაბიჯი. მე ვთხარ, რა მე ეგრე ვიცი ყობა რომ არის სამედიცინოზე კაც და რავი რა უქნათ მე. არა უკაცო ქამახოთ. თან ქამახოთ რომ მე ყოველდღე იქ არ დავდივარო. ზუსტად იცი თქო ყოველდღე იქ დავდივარო. ჩაუბრუნდით. ამოვედით დელისზე. ამიტომ უკავიქეთ. ამოვედით დელისზე. მეკითხებით. პოლიციელი იყო უკაცრავად. სად არის ხო ვიგვესწავლე.
ეხლა სამედიცინოზე წახვალთო. ხვალთ და მეტროსთან არის ცოტაო, რამდენი დამჭიც იქით. მე ვთხარ, ეხლა წნევა არ დამარტყავდეს. მე ტაქსით გავედით, რა თქმა უნდა, ხა უკახაო აღარ მოფრუნდებოდით. მაგრამ ეხლა მე რო ტაქსში ვფიქრობდით მე და კობა, რომ ხალხო დელისთან არის ძალიან შორი, ანუ იდეაში კიდევ აი რატო დადიოდა კაცს მარიცის. არ ვიცი. თან ანუ ძალიან შინაურულად იყო ეს ქალბატონი იმ ტერიტორიას საერთოდ იქ ცხოვრობდა, აი არ ვიცი, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი თქოს იქ მაცხოვრებელი რა. გვარბენინა აქეთ იქით. და მე წარმოვიდგინეთ ნეტა ეს სამედიცინო და დელიზე გაიცა დელისიდან მიდი სიმხელა გზაზე ასე არა. ყველას დიდ მადლობას გიხდით, მეგობრებო, ჩემი გაგებისთვის რა გაუგებრობაში ახლა მე ხო ერთი შარი ცხოვრებაში არ მაკალდება, რათა შარი არის ჩემი ოჯახის წევრი, ვიდე არ უნდა დამაკლდეს, არ შეიძლება. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ. დალოცვისთვის, ყველაფრისთვის უღრმეს მადლობას გიხდით. კი ხედავთ, რომ დიდად ვლოგებში მარიკო აღარ ჩანს, ხედავთ რა თქმა უნდა. რადგან ცოტა თავს ვარიდებ ზედმეტ რაღაცნაირ აგრესიებს, რაც მე არ სიამოვნებს და არ მინდა რომ წავიკითხო ხოლმე ჩემს შვილზე. რა თქმა უნდა ეს ხდება იშვიათად და მადლობა ღმერთს რომ ხშირად არ ხდება, მაგრამ იმ იშვიათადაც არ მინდა და მირჩევნია რომ ცოტა ჭრილში იყოს ბავშვი. ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე მედიაში მარიამი ჩართული რომ აქ ხოლმე, მაგრამ იმ კადრებს ვჭრი. ამიტომაც იმაზე მეტი დრო მინდება მონტაჟზე, ვიდრე მანამდე მინდებოდა. იმიტომ რომ მაგას გონია რომ ვლოგებს იღებს თვითონ და დადგება და ლაპარაკობს კიდევ. ჩართული არის, მაგრამ ნუ მე ვჭრი ხოლმე. თუმცა აუცილებლად გაჩვენებთ ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გიყვართ და გენატრებად და ახსენებთ მარიკოს და აუცილებლად გაჩვენებთ. მაგრამ რაღაცა პერიოდი ცოტა ჭრილში მირჩევნია რომ იყოს. ამ ეტაპზე ესეა. მე თვითონ უფრო მშვიდად ვარ სიმართლე რომ გითხრათ. მე ვერ ვიგებ ბავშვზე რატომ უნდა გქონდეს ადამიანს რაღაცნაირი მიდგომა, რაღაცნაირი აგრესია. ხანდახან მგონია რომ ეს ხალხი ცოტა ბავშვთმოძულია. მაგრამ ნუ მაგას ხო მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი. ამიტომ ჩვენინება არ არის, ავერიდოთ ამ ყველაფერს. იქნებ მე ეს ადამიანებიც აღარ შემოვიდნენ ჩემს ვიდეოებში და აღარ შემომახტნენ ხახაში და დამალებონ თავი. და განახებთ ხოლმე რა თქმა უნდა მარიკოს გარეშე ჩემი ვლოგები წარმოუდგენელია. მაგრამ ეხლა ორივეს ალბათ ესე გვჭირდება იმას რა მე წავედი გოგოებო. საერთხელ ჩამოხსნა. ძალიან დაღლილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მეძინა. დილის 6-ზე დაწყოლა, მე 9 იყო საათი ფეხზე ჰოპ, 6-ზე რო დავწექი, რა თქმა უნდა კიდე არ დამეძინა, მე ნუ მოკლედ და ვერავინ აზღაურე, ხო ხდებით ეს დაღლილობა, მაგრამ ჩავეხუტები კობას, მარიკოს, ვიჭუკჭუკებთ, ყავას დავლებთ, უკვე რა მე რამდენიც მგონი მე-4 სავსოთ. ხო და ნახოთ რა გემზადებს ხო იმდენი. მადლობა რომ მეყურებთ თქვენი დოდო. რა თქმა უნდა შულმა ინატრა სიმინდი და არასაკეთებს ამ დროს მამა. გარბის და მოაქვს. ხო და მარიკოც ბედნიერად მიირთმევს. ხოთა შორის არ აქვს მაღალი კალორია რომ იცოდეთ.
ეს ქალი რომ მე მომიკლა რომ სულ გადავწავს აქ კარიანად ნატას ოჯახს რა ეგრე იცით მივალ მიუკიდე ბენზინს და ერთ ამას რომ რამე დემართოსო წეღანა თქვა უჩაბა ეგრე კიდე რომ მაგარ ამის სახელი ჩემი სახელი ახსენოსო და მომიგზავნოს ხალხიო ჩალი ჩემ რამესა თუ რა ჰა რა გადავწვამ და გადმოვწვა აბა მე თუ რამე მომივარა სიზავამისგან ო ვარაფერს არ მოგივადა ნუ რა ნუ ნერვიულო ნატას ადვოკატი ვარ და მიპასუხეთო ო საბურთალო ფეხზე გიდგა კალბატონო კეთი თუ ჩემსავით გიყვარს ლორეალი, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს და რა ძალა გვადგია და ყავთ საბერძნეთში ახლობლები, ვისაც შეუძლიათ თქვენთვის თავი შეიწუხონ, მაშინ გეტყვით, რომ ფასდაკლებით ახლა შეუძლიათ შეიძინონ 7 ევროთ. ხო, 7 ევროთ ნამდვილად ვერ ვიყიდით, სხვათა შორის რომც გადავახურდაოთ ევრო. წარმატებები სუდი არ არის.